რა არის საკვერცხის ფოლიკულური ცისტა და რა შემთხვევაშია ის საოპერაციო? ფოლიკულური რეტენციული ფუნქციური კისტა ეს ერთი და იგივეა და კისტა და ცისტა ორივეს ხმარობთ, უფრო სწორია ქართულად ცისტა, თუმცა მეც მომიტევეთ ხშირად ხმარობ კისტას. ესეც ერთი და იგივეა. ცისტა წარმოადგენს მოცულობით წარმონაქმს, რომელსაც აქვს თხევადი შიგთავსი და თხელი გარსი. ცისტა შეიძლება იყოს ნებისმიერ ორგანოზე და თუ ის არის საკვერცხის ქსოვილში, მას ეწოდება საკვერცხის ცისტა. ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ საკვერცხის ფოლიკულურ ცისტაზე. ფოლიკულური ცისტა, რეტენციული, ფუნქციური ცისტა ეს ერთი და იგივეა. ფოლიკულური ცისტა ძირითადად გვხვდება რეპროდუქციულ ასაკში და ის წარმოიქმნება ჰორმონალური დარღვევის ფონზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალს აქვს ზოგადად ჰორმონალური დარღვევა, თუმცა ესეც არ არის გამორიცხული, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს ყველაფერი ნორმალურად, მაგრამ სპონტანურად მოხდა ჰორმონალური შეფერხება ერთგვარი ორგანიზმში და შედეგად წარმოიქმნა ცისტა. მენსტრუალური ციკლის დაწყებისას იწყება საკვერცხეში ერთი ფოლიკულის ზრდა და მენსტრუალური ციკლის დაახლოებით შუა პერიოდში ხდება ოვულაცია, მას შემდეგ რაც ის მიაღწევს გარკვეულ ზომას, იმისათვის რომ გამოიყოს, გამოთავისუფლდეს კვერცხუჯრედი და მოხდეს განაყოფიერება. მაგრამ ზოგ შემთხვევაში ჰორმონალური შეფერხების გარდა, მოგეხსენებათ, რომ ამ ოვულაციის და ფოლიკულის ზრდის პროცესს აკონტროლებს, არეგულირებს ჰორმონები, სწორედ ამ ჰორმონალური გარკვეული შეფერხების გამო ეს ფოლიკული გაზრდილი არ სკდება, არ ხდება ოვულაცია და ის განაგრძობს ზრდას. შედეგად წარმოიქმნება კისტა, როცა მისი ზომა არის 25 მმ-ზე მეტი. ფოლიკულური ცისტა შეიძლება ყველა ჯანმრთელ ქალს განუვითარდეს ცხოვრების გარკვეულ პერიოდში, ერთხელ და რამდენჯერმე. მათი დიაგნოსტირება ხდება მხოლოდ 20% შემთხვევაში, რადგან უმეტესად მას არ აქვს სიმპტომატიკა, არ აწუხებს ქალს არანაირად, ის შეიძლება გაიზარდოს გარკვეულ ზომამდე და თავისით გაიწოვოს. თუმცა ზოგ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ აღმოვაჩენთ ფოლიკულურ ცისტას ეკოსკოპიური კვლევისას, აუცილებელია, რომ ჩავატაროთ ეკოსკოპიური მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში დავნიშნოთ მკურნალობა. იმისათვის, რომ ცისტა არ გაიზარდოს უფრო მეტად და არ განვითარდეს მაგალითად ცისტის გასკდომა და ცისტის შემოგრეხა, ან საკვერცხის შემოგრეხა, რაც შედეგია ცისტის დიდი ზომის და ამ შემთხვევაში, როგორც წესი, დგება საოპერაციო ჩარევის აუცილებლობა. თუ ვთქვათ, წარმოიქმნა ფოლიკულური ცისტა და ის არ გაიწოვა თავისით და განაგრძოს ზრდა, მან თავისი დიდი ზომების გამო შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მუცლის ქვედა არეში, მენსტრუაციის დარღვევა, გადაცდენა ან პირიქით არარეგულარული მენსტრუალური ციკლი. და ხშირად პაციენტები მოგმართავენ სწორედ ამ სიმპტომებით: ტკივილი მუცლის ქვედა არეში ან მენსტრუალური დარღვევა გადაცდენის ან პირიქით ხშირი მენსტრუაციების სახით. ფოლიკულური ცისტა შეიძლება ყველა ჯანმრთელ ქალს განუვითარდეს, თუმცა უფრო ხშირად ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ ქალს აქვს რაიმე სახის ჰორმონალური დარღვევა, მაგალითად ხშირია პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის დროს. ასევე ფოლიკულური ცისტის განვითარების მაღალი რისკი არსებობს, როცა ქალს აქვს ერთი საკვერცხე. მაგალითად, ოპერაციულად გარკვეული მიზეზების გამო მოხდა ერთი საკვერცხის ამოკვეთა რეპროდუქციულ ასაკში და ამის შემდეგ ხშირია, რომ იმ ერთ საკვერცხეში ჩნდება ფოლიკულური ცისტები. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ თუ ჩვეულებრივ ქალს აქვს ორი საკვერცხე და ისინი მუშაობს, ფუნქციონირებს, ესე ვთქვათ, პარალელურად, ორივე ყოველთვის ფუნქციონირებს, მაგრამ ერთ მენსტრუალურ ციკლში ერთი საკვერცხე უფრო აქტიურია, მეორე, ესე ვთქვათ, ისვენებს და მეორე ციკლში პირიქით შეიძლება ის მეორე იყოს უფრო აქტიური. და როდესაც არის მხოლოდ ერთი საკვერცხე, მთელი ეს ფუნქცია გადადის ერთ საკვერცხეზე და ის, ესე ვთქვათ, ვერ უძლებს ამ ჰორმონალურ დატვირთვას და ხშირად გამოიმუშავებს ფოლიკულურ ცისტას. ამიტომ, როდესაც ჩატარებულია
ცალმხრივი ოვარიექტომია, ანუ თუ ერთი საკვერცხი არის ამოღებული, ამის შემდეგ აუცილებელია რომ გოგონა გაიაროს კონსულტაცია ექიმ რეპროდუქტოლოგ გინეკოლოგთან იმისთვის რომ მან მისცეს გარკვეული რეკომენდაციები ფოლიკულური ცისტის პრევენციის მიზნით. ფოლიკულური ცისტის მკურნალობა ძირითადად მედიკამენტოზურია და გამოიყენება მხოლოდ ჰორმონი. არანაირი სხვა პრეპარატი, რომელიც ჰორმონი არაა, ხელს არ უწყობს ცისტის გაწოვას თუ ის თავისით არ გაიწოვა. ფოლიკულური ცისტის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია მისი ეკოსკოპიური მონიტორინგი, დაკვირვება და პარალელურ რეჟიმში მკურნალობა. რათა არ მოხდეს მისი შემდგომი ზრდა, რა შემთხვევაშიც შესაძლოა დადგეს ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა. ოპერაცია უნდა ჩატარდეს ლაპარასკოპიული მეთოდით.